გემრიელა ერთმანეთთან მისვლა დათო და ია თელას აღზრდილები არიან. საკონკურსო კარიერა 2 წლის წინათ დაასრულეს და საკუთარი სტუდია ვეგა ჩამოაყალიბეს, სადაც 150 მოსწავლე 10 ცეკვას 30 ლარად სწავლობს. საერთო ჯამში ბიზნესი შემოსავლიანია. საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ცეკვა. იმიტომ რომ კარგი ფეხსაცმელი, კარგი ტანსაცმელი, გაკვეთილები, ინდივიდუალური გაკვეთილების სემინარები, ეს ყველაფერი ღირს თანხები. მაგრამ თუ წარმატებულად წარიმართა ადამიანის კარიერა და მან მიაღწია გარკვეულ შედეგებს, უკვე მას შეუძლია ამოიღოს ის ნაწილობრივ მაინც ამოიღოს ის დახარჯული თანხები. Სხვანაირად რო ვთქვათ, კიდევ სტუდიური ბიზნესიც არის, როგორც თქვენ თქვით, მაგალითად, როგორც სტუდიური შემოსავალი, ასევე კერძო გაკვეთილები საკმაოდ პრესტიჟულია დღესდღეობის სოფლიოში. ეს ჩვენთან არ არის ჯერ მაგ დონეზე მისული, ადამიანებმა მიხვდეს, რომ საჭიროა იმისთვის ცეკვის შესწავლა ინდივიდუალურად და მის გაკეთება და სწავლა. სამედლისო სპორტული ცეკვებისადმი ინტერესი თანდათან იზრდება. სტუდიებში ამბობენ, რომ მოსწავლეთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს, რაც პროფესიონალ მოცეკვავებს საკუთარი სტუდიების გახსნის ბიზნეს პერსპექტივას უქმნის.